ჩემს უკან ერთი ჩვეულებრივი ამერიკული სასაფლაოა, ერთ ჩვეულებრივ ამერიკულ პატარა ქალაქში. ამერიკელებს აქვთ ასეთი ძალიან კარგი ტრადიცია, მაისის უკანასკნელ კვირის ბოლოს აღნიშნავენ ქსოვნის დღეს, Memorial Day weekend. ამ დღეს აღნიშნავენ სამშობლოსათვის დაღუპულ ადამიანებს, რომლებმაც თავი შესწირეს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობას, სხვადასხვა ომებში გარდაიცვალნენ, შესწირეს თავი ამ ქვეყანას. ვფიქრობ, ეს არის ბრწყინვალე ტრადიცია, რომელიც შეიძლება ჩვენც გქონოდა. რამდენი ომი გადახდა ჩვენს ქვეყანას. აი მაგალითად 25 თებერვალი, როდესაც საქართველოს გაასაბჭოვეს, შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი დღე და შეიძლება ამ დღის აღნიშვნა როგორც გმირების დღე ან სამშობლოსათვის თავგაწირულთა დღე. აი ამ დღეს ამერიკელები აი ესე ლამაზად გამოფენენ ხოლმე სახელმწიფო დროშას, განსაკუთრებით სასაფლაოებზე და ასე აღნიშნავენ პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც თავი შესწირეს ამ ქვეყანას. ვფიქრობ, ჩვენთვისაც ურიგო არ იქნებოდა ასეთი ტრადიცია გქონოდა ჩვენი ქართული დროშები საფლავებზე გზის პირას. თქვენი მოსაზრება კომენტარებში. აქ არ არის მაინც და მაინც პომპეზურად მორთული საფლავები. ადამიანს სიცოცხლის დროს უნდა ვცეთ პატივი. სიკვდილის შემდეგ ალბათ არ არის ამდენი მორთულობა საჭირო. ასე ფიქრობენ ამერიკელები.